ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ეკლესიის ორი დიდი სვეტის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ურთიერთობა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მღვდელმთავრები არიან სრულყოფილი სახე იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ღვთისმეგობარი და რას ნიშნავს იყო ადამიანის მეგობარი. მათი ურთიერთობა შეიძლება დაიყოს ალბათ ესე სამ პერიოდად, ანუ სამ ეტაპად. პირველი პერიოდი, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, ეს მოხდა ჯერ კიდევ მონაზნობამდე ერისკაცობაში. მეორე ურთიერთობის პერიოდი, ეს არის უკვე მონაზნობაში და მღვდლობაში, ხოლო მესამე პერიოდი შეიძლება ითქვას უკვე მღვდელმთავრობაში. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო 1 წელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი დაიბადა 329 წელს, ხოლო ბასილი დიდი 330 წელს და ერთმანეთი გაიცნეს 17-18 წლის ასაკში დაახლოებით კესარიის ერთ-ერთ სასწავლებელში, მაგრამ მათი მეგობრობა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა უკვე ათენში, სადაც ჩასულ ბასილი დიდს იქ ხვდება გრიგოლ ღვთისმეტყველი და შემდეგ როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის წერილებში იხსენებს, ბასილი დიდს იმედები გაუცულა ათენმა, რადგან ის უფრო მეც მოელოდა, ვიდრე მას რეალობაში დახვდა და ამიტომ ბასილი ათენს უწოდებდა ტყუილ ნეტარებას. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი იხსენებს, ჩვენთვის არსებობდა ორი გზა, მხოლოდ ჩვენთვის და ბასილისთვის არსებობდა მხოლოდ ორი გზა. ერთ გზას მივყავდი უპირატესი სულიერი ცოდნისკენ, ხოლო მეორე გზას ამ მსოფლიოური ფილოსოფიური ცოდნისკენ. სხვა გზები ჩვენთვის გართობა და ასე შემდეგ არ არსებობდაო. ასევე ამბობს ბასილი დიდზე, რომ ბასილი დიდი ათენში იყო ფილოსოფოსი ჯერ კიდევ ფილოსოფოსობამდე, ქრისტიანთათვის იყო მღვდელი ჯერ კიდევ მღვდლობამდე, მაგრამ ბასილი დიდის ყველაზე საყვარელ საქმეს წარმოადგენდა სიგრძის მოყვარეობა, რაც მდგომარეობდა სოფლის უარყოფაში და ღვთისკენ სწრაფვაში. სწორედ მათი ურთიერთობის ამ პერიოდს ეკუთვნის ბასილი დიდის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ მე და გრიგოლი ისე ვართ, როგორც ორ სხეულში ერთი სულიო. დაახლოებით 10 წელი გაატარეს მათ ათენში, 356 წელს უკვე ორივე ტოვებს ათენს, როგორც ასე ვთქვათ, ცოდნით დაკრიფული გემები. გრიგოლი ბრუნდება საკუთარ სახლში ნაზიანში, ხოლო ბასილი დიდს უკვე გადაწყვეტილია მონაზვნური ცხოვრება და იმისთვის, რომ უშუალოდ თვითონ გაეცნოს მონაზნობას, ამიტომ მიდის ეგვიპტის, ალექსანდრიისა და პალესტინის უდაბნოებში ბერების მოსანახულებლად. ამის შემდეგ იწყება მათ ურთიერთობაში, ესე ვთქვათ, მეორე ეტაპი, წერილობითი ურთიერთობა, რადგან ბუნებრივია, როცა დაშორდნენ ერთმანეთს, კავშირი ჰქონდათ მიმოწერით და პირველი წერილი, რომელსაც წერს გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი დიდს, არის ძალიან მოკლე, სადაც ეუბნება, რომ მან შეცვალა დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ ათენში მისცეს ერთმანეთს. ეს დაპირება გულისხმობდა იმას, რომ მათ დაპირდნენ ერთმანეთს, რომ მონაზნობას ერთად დაიწყებდნენ და ერთად იცხოვრებდნენ მონაზნობაში, მაგრამ ამას ცვლის არა საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, არამედ იმით, რომ ესე ამბობს, მე მეგობრობის კანონი გადაწონა მშობლების პატივისცემის კანონმა. ამ წერილში არ აკონკრეტებს თუ რას გულისხმობდა ის მშობლების პატივისცემაში, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც გრიგოლის მამა, გრიგოლ უფროსი არის ნაზიანზის ეპისკოპოსი და გრიგოლი მამამის ეხმარება ეკლესიის საქმეებში, ეკლესიის მართვაში. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გრიგოლი ვერ ტოვებდა მამამისს. რაც შეეხება ბასილის პირველ წერილს, ბასილი წერს, რომ ის დაიღალა გრიგოლის მოლოდინში და გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა მის მიერ არჩეულ პონტოს უდაბნოში და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე ვაქებ იმ ადამიანს, ვინც იმედებს უწოდა სიზმარი სიფხიზლეში. და უკვე ამ წერილში დაწვრილებით აღუწერს იმ უდაბნოს შესახებ, სადაც ის ცხოვრობს განმარტოებით, აღწერს თუ როგორი სიმყუდროვეა, რომ სულ რამოდენიმე მონადირე ამოდის და თუ როგორი შესაფერისია, ესე ვთქვათ, ეს ადგილი ისიხასწული ცხოვრებისთვის. ამის პასუხად გრიგოლი ეუბნება, რომ ჩემთვის მე ნაკლებად მიზიდავს გარეგნული, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, ჩემთვის ის ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ, იმისათვის, რომ მოვიდე და დამკვიდრდე შენთან,
მე მაინტერესებს ის ცხოვრების წესი, რა ცხოვრების წესითაც შენ ცხოვრობ და მან განაპირობა სწორედ ის, რომ ბასილი უკვე წერს მეორე წერილს გრიგოლ ღვთისმეტყველს, სადაც უკვე დეტალურად აღწერს იმ ცხოვრების წესს, რა ცხოვრებითაც თვითონ ცხოვრობს და წერილს იწყებს ესე, რომ მე დროის დიდ ნაწილს უთმობ კითხვას, რადგან მიმაჩნია და ვთვლი, რომ ღმერთთან მიახლოების უმთავრესი გზა ეს არის წმინდა წერილის კითხვა და სასულიერო ლიტერატურის კითხვა, მათი შემეცნება ესე ვთქვათ, ხოლო მეორე ადგილს, მეორე დახსენებს ლოცვას და ამბობს, რომ ლოცვის საშუალებით ჩვენში მტკიცდება მიღებული ცოდნა და ლოცვითა და კითხვით უკვე ადამიანის გონება ესე ვთქვათ იქცევა ღვთის სახლად, ღვთის სამკვიდროდ. უკვე ამის შემდეგ ამბობს უყვება იმის შესახებ, თუ როგორი საკვებით იკვებება, როგორი უნდა იყოს მონაზონის, როგორ უნდა იცვამდეს ესე ვთქვათ მონაზონი, ასევე ამბობს, რომ აუცილებელია ცოდვების გახსენება, რადგან ამით ჩვენ არ გავიმეორებ ძველ ცოდვებს და ასე შემდეგ. უკვე ამ წერილიდან რამოდენიმე თვეში დაახლოებით 359 წელს გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩამოდის ბასილეთიდან, ნაწილობრივ შეიძლება სწორედ ეს წერილი იყო ამის მიზეზი, რომ ბასილი გრიგოლი მოდის ბასილეთიდან, მაგრამ მთავარი მიზეზი ალბათ გახლავთ ის, რომ გრიგოლი მამამისმა გრიგოლ ეპისკოპოსმა იძულები დაკარგა მღვდლად და მამამისზე განაცხენებული გრიგოლი ტოვებს ნაზიანს და მოდის ბასილეთიდან თავის მეგობართან პონტოს უდაბნოში. სადაც ის ცხოვრობს 360 წლამდე, ეს არ არის სრული 2 წელი მათი ერთად ცხოვრების, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათ მონაზვნობაში მათი ესე თანაცხოვრების ყველაზე მშვიდი პერიოდი სწორედ ეს პერიოდია და 360 წელს უკვე ისე უბრუნდება გრიგოლი ნაზიანში, ეს განაპირობა ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ გრიგოლის მამა შეცდომაში შედის და არიანელების რწმენას აწერს ხელს, ამან აიძულა გრიგოლი, რომ დაბრუნებულიყო უკან. შემდეგი წერილები გრიგოლის ბასილის მიმართ უკვე დათარიღებულია 360 წლით, ანუ ეს ნაზიანში დაბრუნებული გრიგოლი ბასილის წერს წერილებს, სადაც ნაწილობრივ ხუმრობით, ნაწილობრივ კიდე არახუმრობით აღწერს და უყვება იხსენებს ესე ვთქვათ იმ პერიოდს, რომელიც მან ბასილისთან ერთად გაატარა. რაც შეეხება ამ წერილის ხუმრობით მხარეს, გრიგოლ ღვთისმეტყველი ესე იწყებს, რომ ჩემთვის ყველაფერი რაც შენგანაა სასიამოვნოა, თუნდაც ეს იყოს დაცინვა, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემს მხარეს დაცინი, არა დაცინვის მიზნით, არამედ იმით, რომ მე ამით შენთან მომიზიდო. რადგან ცნობილი იყო ბასილის წერილი, სადაც ბასილი ეს ხუმრობით და დაცინვით იხსენიებს გრიგოლის მხარეს და ამბობს, რომ ცხოვრობ იქ, სადაც მუდამ ტალახია და წელიწადში სულ 2-ჯერ ნახულობ უმზეს და რაზეც გრიგოლი ამბობს, რომ როგორც დინარეს უკეტავენ გზებს იმისათვის, რომ მისცენ სხვა მიმართულება, შენც ასევე ყველა გზას მიკეტავ, გარდა ერთისა შენსკენ მომავალისა და ბუნებრივია არ მიგვრის ეს შენგან, რადგან მუდმივად შენ ესე იქცევი ჩემთან მიმართებაში. ასევე ხუმრობით იხსენებს იმ საკვებს, რომელსაც ის გაბოლობდა ბასილისთან და ამბობს, რომ არ მოესწრო დედაშენს, ჩვენ უკვე კაი ხნის დახოცილები ვიქნებოდით პონტოს უდაბნოში და ჩვენი იქ ცხოვრება, ესე ვთქვათ, ხალხში უფრო სიბრალოს აღზრავდა, ვიდრე ქებასო. ამის შემდეგ უკვე მთელი სერიოზულობით და დიდი სიამოვნებით იხსენებს მასთან გადაღებულ თვეებს და ეს წერილს იწყებს იობის სიტყვებით, სადაც ამბობს, რომ ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებშიო. აქედან ჩანს თუ როგორ შენატრის, ამ სიტყვებიდან ჩანს თუ როგორ შენატრის გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილისთან ურთიერთობის იმ პერიოდს და ამის შემდეგ უკვე დაწვრილებით აღწერს იმაზე, თუ რითი იყვნენ დაკავებულები, რომ დროის დიდ ნაწილს უთმობდნენ წმინდა წერილისა და წმინდა მამათა განმარტებების კითხვას, თუ როგორ განიხილავდნენ მას, როგორც ჩანს ფიზიკურადაც შრომობდნენ, რადგან იხსენებს, რომ მე და ბასილი ერთად ვეზიდებოდით, ესე ვთქვათ, მიწას და ასევე იხსენებს მის მიერ დარგულ ხეს და ეუბნება ბასილის, რომ ეს ხე ყოველთვის გაგახსენებ ჩემს თავსო. მაგრამ წერილს ამთავრებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წერილის ბოლო სიტყვები, სადაც გრიგოლი ჩანს თუ როგორი დამოკიდებულება და განწყობა ჰქონდა გრიგოლის ბასილისთან მიმართებაში
და ამბობს წერილს ასრულებს ესე რომ მე შენით მეტად სუნთქავ ვიდრე ჰაერით და ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მახარებს ცხოვრებაში არის ის რომ ვარ თუ არა ხორციელად შენთან აზროვნებაში ვარ გამოყოფილიო. ანუ გრიგოლის ახარებდა ის რომ იგივენაირად ფიქრობდა და აზროვნებდა როგორც ვასილი დიდი ესე ვთქვათ მცირედ გადახრობას გავაკეთებ და რამდენიმე ციტატას მოვიყვან გრიგოლის ევსების მიმართ წერილიდან რათა უკეთ დავინახოთ თუ როგორი განწყობა ჰქონდა გრიგოლის ვასილის მიმართ მოგეხსენებათ ევსები იყო კესარიის მთავარეპისკოპოსი და ეს პერიოდია როდესაც ევსების და ვასილის შორის მოხდა უთანხმოება ეს უთანხმოების მიზეზი იყო ნაწილობრივ სწავლებითი ნაწილობრივ კიდე სხვა მიზეზებიც ჰქონდა ამას და ევსებზე განაცხენებული ესე ვთქვათ ვასილი დიდი დაბრუნდა პოტოს უდაბნოში და ამ პერიოდში გრიგოლი წერს ევსების წერილს და ეუბნება რომ ვასილი იყო არის და იქნება ჩემი მეგობარი როგორც მისი ცხოვრებით ასევე მისი სწავლებით და ის რომ შენგან მაქებ მე და აგინებ ვასილის ეს იგივეა ერთი და იგივე ადამიანს ერთი ხელით მოეფერო თავზე მეორე ხელით კიდე ლოყაზე გაარქვა და თუ შენ მოახერხებ იმას რომ შემოირიგო ვასილი მე მას ავიდევნები როგორც შვილი ეს არ იყო ესე ვთქვათ იოლი მისაწერი წერილი რადგან ამ წერილში ჩანს თუ როგორი კაცრი და ესე კატეგორიულია გრიგოლი მოგეხსენებათ ევსები იყო მაშინ არ იყო პატრიარქობა მაგრამ იმდროინდელი პატრიარქი ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი ესე ვთქვათ იყო უბრალოდ მონაზონი შემდეგ წერს მეორე წერილს ევსები კესარიელს და ეუბნება რომ შეიძლება ზედმეტად კაცრი და კარნიერი გამომივიდრე წერილი მაგრამ მე ყოველთვის ვარ და ვიქნები ჭეშმარიტების და სიმართლის გვერდზე რომ ამით იმასაც ეუბნება რომ ვასილი მართალია შენთან მიმართებაში და მე ვასილის გვერდზე ვარ უკვე შემდეგი წერილი გრიგოლ ღვთისმეტყველისა ჩვენ ძირითადად ვიცით გრიგოლ ღვთისმეტყველის წერილებზე საუბარი რადგან ორჯერ სამჯერ მეტი წერილი იყო გრიგოლის ვასილის მიმართ ვიდრე ვასილისა და 364 წელია როდესაც ვასილი აკურთხეს მღვდლად და გრიგოლი ულოცავს მღვდლობას ეუბნება შემდეგ სიტყვებს რომ შენ ჩემსავე გახდი ტყვე და ორივენი რადგან ჩვენ ორივენი იძულებით გვაკურთხეს მღვდლად რადგან ჩვენი მისწრაფება იყო სულ სხვა ამ მისწრაფებაში გულისხმობს კერძოდ განდეგილობდა ესე ვთქვათ დამარტოებით ცხოვრებას მაგრამ დანამდვილებით და ზუსტად ვერ ვიტყვი ჯერ თუ რომელი ჯობდა ჩვენთვის ის რომ დავჩენილიყავით მონაზვნად თუ გავხდარიყავით მღვდლები სანამ ზუსტად არ გავირკვევი სულიწმინდის განრიგულებაშიო ესე ვთქვათ ეს იყო ბოლო წერილი ვასილის მიმართ მღვდლობაში ამის მერე მათ შორის იწყება ესე ვთქვათ მესამე ურთიერთობის მესამე პერიოდი როდესაც უკვე ვასილი დიდი მღვდელმთავარი გახდა ევსების გარდაცვალების შემდეგ ვასილი თვითონ სურნავს იმისთვის რომ გახდეს კესარიის მთავარეპისკოპოსი ამის მიზეზი იყო ის რომ ვასილი ხედავდა რომ თუ თვითონ არ გახდებოდა მაშინ არიანელები დაეპატრონებოდნენ ამ ადგილს და მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი საფრთხე შეექმნებოდა პირველ აქედან იწყება უკვე გარკვეული წყენა და უთანხმოება მეგობრებს შორის პირველი წყენა განაპირობა იმან რომ ვასილის კურთხევაზე არ ჩადეს გრიგოლ ღვთისმეტყველი და უბრძანის მხოლოდ მისალოს წერილს სადაც ამბობს რომ მე ავჩავ შენთან მოსვლას და მოლოცვას იმიტომ რომ არ იფიქრო მტრებმა თითქოს შენ ვასილი აგროვებდეს შენს გვერდით შენს თანამოაზრეებსო მაგრამ ამასთანავე მიხარია ის რომ სულიწმიდამ გაიმარჯვა და ნათელი ანუ სანთელი დაიდგა სასანთლეზე ასევე ეუბნება იმას რომ ეკლესიის თუ რაც მდგომარეობაში ეკლესია და როგორ ჭირდება მას ვასილისთანა ესე ვთქვათ ჭეშმარიტი სიტყვის მქონე მღვდელმთავარი ამის შემდეგ აღსანიშნავია ვასილის წერილი გრიგოლის მიმართ 371 წელი დათარიღებული სადაც სრულად ჩანს თუ როგორი თუ რამდენად იყო ვასილი გრიგოლიზე განაწყენებული და რა იყო ამ წყენის მიზეზებიც ამ წერილებში ვასილი გრიგოლის ადანაშაულებს იმაში რომ თითქოს ის უღულებელს ყოფს მის საქმეებს ასევე ადანაშაულებს ძველი პირობების დარღვევაში რომელიც ჯერ კიდევ ათენში მისცეს ერთმანეთს ასევე ეუბნება იმას რომ ის არ ინაწილებს მის შრომას და ასე შემდეგ მაგრამ წერილს იწყებს შემდეგი სიტყვებით რადგან
მე გადავწყვიტე რომ შენი სიყვარული არ დავაყენო არანაირ წყენაზე და მწუხარებაზე მაღლა, ამიტომ შევთხოვ ღმერთს, რომ დარჩენილი დღეები და საათები შემინარჩუნოს ის განწყობა და ის დამოკიდებულება შენთან მიმართებაში, რაც გქონდა დღემდე. აქ აღსანიშნავია ის, რომ წყენა ბუნებრივია იყო მათ შორის ნაწილობრივ, მაგრამ არც ბასილი და არც გრიგოლი წყენას არ აძლევდნენ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ დაეზიანებინა მათი მეგობრობა და მათი სიყვარული. ამის შემდეგ წერილს აგრძელებს იმით, რომ ის კი არ მიკვირს, რომ მე მაგინებე, ბასილი ამბობს, არამედ მიკვირს ის, რომ შენ საძმოში, ნაზიანში პოულობენ ადამიანებს, ვინც უსმენენ ჩემს დინებას. და თუ კი ჩვენ უსმენთ სხვის ხმას, მაშინ ჩვენ ხმასაც მოусმინონ სხვებმა. ამით მიანიშნებს გრიგოლის და შენიშნავს არც ის სათანადოდ არ იცავს მას იმათგან, ვინც ბასილის ერეტიკოსობაში ადანაშაულებს. ამის შემდეგ უკვე ამბობს მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია მათი ესეთი ურთიერთობა, დამოკიდებულება და ეუბნება, რომ მე დიდი ხანია ამის შეწყვეტას ვითხოვ შენგან, ეს არის ის, რომ გაიხსენო ძველი პირობები ჯერ კიდევ ათენში, რომ რაც მივეცით ერთმანეთს, ასევე გაიხსენო ეკლესიის საჭიროება, ვალდებულება და უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო დიდი ხანი გავატაროთ ერთად. და თუ შენ მოისურვებ და გამოიხრები ჩემი თხოვნისკენ და გაინაწილებ, ესე ვთქვათ, იმ შრომას, რაც შრომას მე მაქვს ეკლესიაში, მე მზად ვარ ნებისმიერ ადგილას მოვიდე და შევხვდე შენ, სადაც დამიძახებო. ესე ცალკეულად რომ შევხედოთ, თქოს ბასილი მართალი იყო თავის წყენაში, მაგრამ თუ კი შევხედავ და თუ კი გამიხილავ გრიგოლის საპასუხო წერილებს, აქ ჩანს თუ რატო პასიურობდა, რატო იყო პასიური გრიგოლი ამ საქმეში. გრიგოლი იწყებს შემდეგი სიტყვებით, რომ როგორ შეიძლება ჩემთვის რაიმე შენი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს და თუ მადანაშაულები იმაში, რომ სათანადოდ ვერ გაქებ და სათანადოდ ვერ გიცავ, მაშინ დანაშაულებ ყველა, რადგან ვის შეუძლია ისე შეარყოს და ისე დაიცვას ადამიანი, როგორც ეს შენ შეგიძლიაო. და ასევე თუ კი მადანაშაულებ იმაში, რომ მე თითქოს უგულებელს ვყოფ შენ საქმეებს, მაშინ ჯერ დამადანაშაულე და დამამრავლე სიგიჟეო. ამის მერე წერს გრიგოლი რამოდენიმე გამომხნევებელი სახის წერილებს ბასილის. ეს ის პერიოდია, როდესაც ბასილის ეპარქიას ერთ-ერთმა არიანელმა მიტროპოლიტმა ძალის გამოყენებით ჩამოაშორა რაღაც ნაწილი და თვითონ გახდა იქაური მიტროპოლიტი და უკვე ამასთან ამ არიანელ მიტროპოლიტთან მიწევს ბასილიდიც წინააღმდეგობა, ბრძოლა ესე ვთქვათ და გრიგოლ ღვთისმეტყველი ეუბნება, რომ დარწმუნებული ვარ ამ წინააღმდეგობაში გამოჩნდება შენი ის სიბრძნე, რასაც აგროვებდი წლების განმავლობაში და თუ გსურს მეც მოვალ და მეც მოგცემ რაიმე რჩევას, მაგრამ როგორც სხვა საჭიროებს წყალს, ასევე ბასილი არ საჭიროებს მრჩეველს. ალბათ ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამო გრიგოლი პასიურობდა და არა ის თითქოს რაშიც ბასილი ადანაშაულებდა, რომ თითქოს გრიგოლი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ბასილის საქმეები და ასე შემდეგ, არამედ უბრალოდ ბასილი ის ბრძოლა, რასაც ბასილი აწარმოებდა, ეს არ იყო ხელჩართული ბრძოლა, არამედ ბრძოლა იყო სიტყვით და გრიგოლი ხედავდა, რომ ბასილის არ სჭირდებოდა უბრალოდ მრჩეველი, ის არ საჭიროებდა ამას. და ეს იყო მთავარი მიზეზი, ესე ვთქვათ, გრიგოლის ამ პასიურობისა. ამის შემდეგ უკვე ბასილი დიდი ჩამოდის ნაზიანში და გრიგოლის მამის დახმარებით, გრიგოლის იძულებით აკურთხებენ ეპისკოპოსად, რამაც გაანაწყენა უკვე გრიგოლის და ესე ვთქვათ, უფრო გამწვავდა მათ შორის დაიძაბა ესე ვთქვათ ურთიერთობა. გრიგოლის აკურთხებენ სასიმის ეპისკოპოსად. სასიმი იყო ქალაქი, რომელიც ესაზღვრებოდა არიანელი მიტროპოლიტის მიერ ჩამორთმეულ ეპარქიას და ბასილის მინდოდა, რომ ამ ქალაქში ყოლოდა თავისი ერთგული და ჭეშმარიტი სიტყვის მქონე ადამიანი და სწორედ ამიტომ შეაჩერა ესე ვთქვათ არჩევანი გრიგოლიზე. მაგრამ გრიგოლის სულ სხვა შეხედულება აქვს სასიმთან დაკავშირებით.
რადგან არიანელი მიტროპოლიტი გააჩნდა მთავრობის მხარდაჭერა და ბუნებრივია მან ეს გამოიყენა, ჯარები შეიყვანა სასიმში და იქ არ შეუშვა გრიგოლი. გრიგოლი ამბობს, რომ სასიმი არ მგონია მე რომ სასიმი რამე დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ეკლესიისთვის და თითქოს სასიმის დაკარგვით ჩვენ ეკლესიას რამე საფრთხე ემუქრებოდეს, ან კიდე თითქოს კარგავდა ადამიანის სულებს, რადგან იქაურ მოსახლეობას ესე პირუტყვებს ადარებს, ესე ვთქვათ, გრიგოლი ღვთისმეტყველი და ამბობს, რომ ისინი არიან როგორც ჯუჯუნწოვრები და ესე ვთქვათ, ფრინველები და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ არიანელი მიტროპოლიტი ეყობა, ეპისკოპოსი ეყოლება თუ მართლმადიდებელია. ამის შემდეგ განაცხენებული გრიგოლი მიდის რაღაც დროით, ტოვებს სასიმს ეპისკოპოსობას და ერთ-ერთ მონასტერში, კერძოდ თეკლას მონასტერში მიდის განმარტოებით და წასვლის წინ და იქიდან წერს წერილს გრიგოლის, სადაც ეუბნება, რომ შენ არ გაითვალისწინე მეგობრობა ადანაშაულეს პირველ რიგში იმაში, რომ არ გაითვალისწინა საკუთარი მეგობრის სურვილები, მე ვითხოვდი ძალიან მნიშვნელოვანს მინდოდა, რომ უბრალოდ ჩემთვის ქვემოთ ყოფილიყავი წყნარ ადამიანში და შენ ამის საშუალება არ მომეცი და მე აღმოჩნდი შენი ძალაუფლების ქვეშ, როგორც შენ გინდოდა. და აქედან ამბობს საკუთარ თავზე, რომ შენ გაიმარჯვე გაუმარჯვებელზე, ანუ დამამარცხე დაუმარცხებელიო. შემდეგ ეუბნება, რომ მე დავუთმე არა დარწმუნებას, არამედ იძულებას, ანუ ის რომ მე დავთანხმდი ეპისკოპოსობას, ამას არ დავთანხმდი იმის გამო, რომ თითქოს შენ მე დამარწმუნე ამის საჭიროებაში, არამედ დავთანხმდი იძულებიდან გამომდინარე. ესე ვთქვათ, ამით მთავრდება მათი წერილობითი ურთიერთობა მიმოწერა და უკვე განმარტოებიდან დაბრუნებული გრიგოლი ჩანს თუ როგორი შეცვლილია, როგორ შეიცვალა ეს ჩანს იმ სიტყვაში, რომელიც ის ამბობს ბასილისთან შეხვედრისას და ამბობს, რომ მე ვფიქრობდი, რომ არასდროს არ ვიქნებოდი დაიმედებული არც ადამიანზე და არც მეგობარზე, რადგან წერილი ამბობს, რომ ყოველი ადამიანი ცუარს, ამას და უფრო მეც ვფიქრობდი, უფრო უარესად ვფიქრობდი შენთან მიმართებაში, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ დღეს ვადანაშაულებ ამაში ჩემს თავს, ვიცვლი აზრებს და თვითონაც ვიცვლებიო. რაც უფრო სამართლიანია და უფრო ღირსეულია ჩემთვისაც. აქედან ჩანს ის, რომ გრიგოლი არ ამართლებს მის წარსულ მოქმედებას, ესე ვთქვათ, და ადანაშაულებს საკუთარ თავს ამაში. ალბათ სწორედ ამან განაპირობა გრიგოლის ამ შეცვლამ განაპირობა შემდეგი უკვე გრიგოლის ცხოვრებაც და რაც შეეხება მეგობრობაზე ამბობს, რომ თუკი შენ არ დაუშვი ის, ანუ თუკი არ გაითვალისწინე ჩემი სურვილი და მეგობრის სურვილი, ეს გააკეთე იმიტომ, რომ არ დაუშვი სულიწმინდის და ეკლესიის საჭიროება დაგეყენებია მეგობრობაზე მაღლა. უბრალოდ მეგობრობა არ დაგეყენებია ეკლესიისა და სულიწმინდაზე მაღლა და ეუბნება, რომ არ გააკეთე ის, რომ ტალანტი მიწაში დამარხული, არ დაუშვი ის, რომ ტალანტი მიწაში დამარხულიყო და სანთელი საწოლქვეშ დარჩენილიყო, რადგან სწორედ ესე უყურებ შენ ჩემს ნათელს და ესე უყურებ ჩემს საქმეს და უბრალოდ შენ მოისურვე, რომ შენ პავლეს შემოიერთებინა ბარნაბაო. ამის შემდეგ ალბათ გრიგოლის ასეთმა შეცვლამ განაპირობა ის, რომ ბასილის ინიციატივით, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსთა კრება გრიგოლის ირჩევს მათ წარმომადგენლად კონსტანტინოპოლში და აგზავნიან გრიგოლის მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. ეს არის 379 წელი, როდესაც გარდაიცვალა ბასილი დიდი და უკვე ბასილი დიდის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლი მიდის კონსტანტინოპოლში და როგორც მის ცხოვრებაში აღწერილი, ამის შემდეგ გრიგოლი ხდება პირველი და მთავარი დამცველი მართლმადიდებლური ეკლესიისა. ეს ის პერიოდია, როდესაც 391 წელი, როდესაც თეოდოს დიდმა ქრისტიან მართლმადიდებლობა იმპერიის რელიგიად გამოაცხადა, სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და არიანელებს ჩამოართვა ის ტაძრები, რომლებიც მათ ჰქონდათ მისაკუთრებული და დაუბრუნა მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამის შემდეგ ეს გრიგოლი ამ პერიოდში
იყო აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად, სულ 2 თვე იყო პატრიარქი მაისში და ივნისში და გრიგოლიმ დაინახა რომ უკვე არ იყო მისი საჭიროება იქ, რადგან დადგა ესე ვთქვათ მშვიდი და წყნარი პერიოდი და უკვე სხვასაც შეეძლო ეკლესიის მართვა და ამიტომ ტოვებს ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს რომ გრიგოლი ტოვებს საპატრიარქო ტახტს და ბრუნდება აზიაში. თითქოს ის რომ გრიგოლი ვასილი ადანაშაულებდა გრიგოლის სიზარმაცეში, როგორც ეს აღნიშნეთ და ვთქვით, ეს არ არის სწორი, შეიძლება აქედან გრიგოლის მოქმედებიდან დავასხმოთ, რადგან როდესაც გარდაიცვალა ვასილი დიდი, უკვე გრიგოლი ხდება პირველი დამცველი ეკლესიისა და როდესაც ხედავს რომ ის არ არის საჭირო, მაშინ მიდის. ეს არის ალბათ წმინდანის მოქმედება, როდესაც საჭიროა ის ჩანს, როდესაც საჭირო არ არის იმალება, ესე ვთქვათ და ის რომ ვასილის დროს გრიგოლი პასიურობას იჩენდა, ალბათ იყო მიზეზი, ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ გრიგოლი ხედავდა, რომ არ იყო სადაც პავლე გადაგიდა, იქ უბრალოდ არ იყო ბარნაბას გვერდზე ყოფნა საჭირო და შეიძლება ითქვას ეს იყო მიზეზები იმისა, რომ გრიგოლი ვასილის დროს არ აქტიურობდა. და ამათ ურთიერთობას დავასრულებთ ისევ გრიგოლის სიტყვით, რომელიც ამბობს, რომელსაც ამბობს ვასილის გარდაცვალების დღეს. გრიგოლი ესე იხსენიებს და ესე აფასებს ვასილის, მაგრამ ეს არ ეკუთვნის მარტო ვასილის, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეფასება ორივეს ეკუთვნის. გრიგოლი ამბობს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან საქმეში, მაგრამ არა სიტყვაში, ასევე არიან ისეთები, რომლებიც წარმატებული არიან სიტყვაში და არა საქმეში და ესეთი ადამიანები არაფრით განსხვავდებიან ცალთვალა ადამიანებისგან, რომლებიც როცა თვითონ იყურებიან დიდ დანაკლისს განიცდიან საკუთარ თავში, ხოლო როდესაც მათ უყურებენ სირცხვილს. ვასილი და გრიგოლი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებული იყვნენ ორივეში, როგორც სიტყვაში, ასევე საქმეში. ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიისწრაფოდა იმისკენ, რომ გამხდარიყავით პირველები, არამედ ვცდილობდით, რომ რაიმე საშუალებით ერთმანეთისთვის დაგვეთმო პირველობა, რადგან ორივენი ერთმანეთის წარმატებას მივიჩნევდით როგორც საკუთარ წარმატებას. და როგორც ვასილი აფასებდა მათი მეგობრობის და ურთიერთობის დასაწყის, როგორც ვასილიმ შეაფასა იმ სიტყვებით, რომ ჩვენ ვართ ორ სხეულში ერთი სული, ეს იყო მათი მეგობრობის დასაწყისში, იგივენაირად, იგივე სიტყვებით აფასებს და ამბობს უკვე ცხოვრების ბოლოს გრიგოლ ღვთისმეტყველი და ამბობს მსგავს სიტყვებს, რომ ისე ჩანდა თითქოს ერთი სული ამოძრავებდა ჩვენ ორ სხეულსო. ეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს და უფრო მეტად გვაჩვენებს იმას, თუ როგორი ჭეშმარიტი მეგობრობა ჰქონდათ, რადგან სხვა როდესაც მეგობრობის დასაწყისში ამბობ მსგავს რაღაცას და სხვა როდესაც უკვე ცხოვრების ბოლოს იგივე განწყობა და იგივე მდგომარეობა, იგივე დამოკიდებულება გაქვს მეგობრის მიმართ. რა ვიცი, ეს იყო სულ რაც შევეცადე რომ